გავატაროთ ერთი დღე მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ კუალა-ლუმპურში. მალაიზიის დედაქალაქი კუალა-ლუმპური უამრავი ღირსშესანიშნაობით გამოირჩევა. მათ შორისაა ყველასთვის კარგად ნაცნობი პეტრონას ტყუპი ცათამბჯენები, ცის ხიდით, უამრავი ზღაპრული ტაძრით და რა თქმა უნდა ბათუს მღვიმეებით, რომელიც 400 მილიონ წელზე მეტისაა. სხვათა შორის მის შესახებ უკვე მიდევს ვიდეო და თუ არ გინახავთ, შეგიძლიათ უყუროთ და ისე ამოვნოთ. დღეს კი ქალაქში ბოდიალის დღე მაქვს. მანამ სანამ პეტრონას ტყუპებს მოვინახულებ, ამ სიცხეში ნაყინით გაგრილებაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. ნახეთ გზად როგორი სანაყინე შემომხვდა. აი ასეთი უზარმაზარი ნაყინები აქვთ და რა თქმა უნდა მეც დავაგემოვნებ. დიდად ნაყინის მოყვარული არ ვარ, თუმცა ამ შანსს ხელიდან ნამდვილად ვერ გაუშვებდი. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ გემრიელი და ცოტა განსხვავებული სტრუქტურის და გემოს ნაყინია. მე ძალიან მომეწონა. ფასრად შეეხება კი $3.50 ღირს. ახლა კი დროა მალაიზიის სიმბოლო პეტრონას ტყუპი კოშკებისკენ გავემართოთ. მალაიზია, კუალა-ლუმპური, რომ ჩაწეროთ Google-ში, სწორედ ამ ადგილის ფოტოებს ამოგიგდებთ პირველი. ბევრი ძიების შემდეგ მივაგენი საუკეთესო ადგილს, საიდანაც ჩანს ჩვენი ტყუპები და წამოდით ერთად ვნახოთ. პეტრონას ტყუპი კოშკები მალაიზიაში კუალა-ლუმპურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციაა. იგი 88 სართულიანია და ერთმანეთთან ცის ხიდით არის დაკავშირებული. შენობას აქვს სამხატვრო გალერეა, ოფისები, სავაჭრო ცენტრები, წყალქვეშა აკვარიუმი და სამეცნიერო ცენტრი. იცოდით, რომ პეტრონას კოშკები ოდესღაც ყველაზე მაღალი შენობები იყო მსოფლიოში, ისინი ამ ტიტულს 1998 წლიდან 2004 წლამდე ატარებდნენ. კოშკები აგებულია ისლამურ სტილში, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე არის პარკი, სადაც ახლა მე ვიმყოფები და ჩემი აზრით სწორედ აქედან არის იდეალური ხედი ფოტოებისთვის. ასე რომ თუ აქ მოგზაურობას აპირებთ, მოინიშნეთ ეს ლოკაცია. პარკი საკმაოდ დიდი და ლამაზია. აქ კი ნახეთ, როგორ გრილდებიან ბავშვები. ისეც ხელა მეც სიამოვნებით ჩავხტებოდი ახლა აქ. ამის შემდეგ გავემართე მალაიზიის კიდევ ერთი მშვენების ზღვის ქალღმერთის ტაძრისკენ. ამ ჯადოსნური ადგილის შესახებ დაწვრილებით შემდეგ ვლოგში მოგიყვებით. საღამოს კი რა თქმა უნდა ტრადიციულად დღის გემრიელად დასრულება გადავწყვიტე. ამჯერად კორეული სამზარეულო უნდა დავაგემოვნო. აი ამ მენიუმ ძალიან მომხიბლა. ფასრად შეეხება $13 ღირს და 2 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ნახოთ რა იქნება. აი ისიც. ეს არის მწნილი სასორტი, სხვადასხვა სახეობის ცივი ჩაი, ბრინჯი და წვნიანი ბულიონია კვერცხით, ჭიღირთ მასავით. შემდეგ მოიტანეს აი ასეთი ხორცის ჩაქაფულივით და ხრაშუნა ფრთები. აი ასე გამოიყურება ყველაფერი ერთად. თავიდან ვფიქრობდი, რომ ბევრი შევუკვეთე, თუმცა მოკლედ ყველაფერი საკმაოდ განსხვავებული და უგემრიელესი იყო. სახელები სამწუხაროდ აღარ მახსოვს და თუ თქვენ იცით დამიწერეთ ძალიან გამიხარდება. აბა დროებით.